მოგესალმებით ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას თქვენს მენ დაუყურებთ ობიექტივის ღამის სტუდიას ანი კიკნაძესთან ერთად. აყურებელს უპასუხოთ, რომელსაც აქვს ალბათ შეკითხვა ან მოსაზრება და ბატონ გოჩას უნდა ვკითხო შემდეგ საგარეჯოში კანდიდატთან დაკავშირებით გისმენთ. ალო. ისაუბრეთ მოგესალმებით. ხო, სალამშვიდობებს. სალამშვიდობებს. პირველ რიგში დავიწყებ ბოლოდან რა. ირმაინაშვილს ულოცავ პარლამენტში შესვლას და მთელ საქართველოს ულოცავ რა. ეხლა დავიწყებ თავიდან. ჩვენ მე პირადად ხო 2012 წელს ხმამილეთში ქართულ ოცნებას. იქ იყო ორი არჩევანი, ან ქართული ოცნება, ან ის სასტიკი რეჟიმი. და ქართულ ოცნებას კი მივეცი ხმა, მაგრამ ნუ ეხლა შეიძლება მარტო მიალა და ბევრი არიან, მაგრამ ჩემი სახელით ვიტყვი რა. მაგრამ კოჰაბიტაციისთვის დამნაშავე რეჟიმთან არ მიმიცია ხმა. კაზანტიპისთვის არ მიმიცია ხმა. ანტიდისკრიმინაციული კანონისთვის არ მიმიცია ხმა. ეროვნებრივ მოწოდოს პირადობაში არ მიმიცია ხმა. ID ბარათებისთვის არ მიმიცია ხმა. იქ უნდა იყოს ალტერნატიული და ასე რომ ქართული ოცნება ცოტა მართლა ოცნებებში გადავიდა და არ ეგონოთ რომ თავისი ამორჩეველი ჩაყვება სამარეში რა. კი ბატონო. ერთი სიტყვით ირმაინაშვილი გამოაფრიდებს ამ პარლამენტს და 2016-ში საცავი წუა იგაცნეს კიდე რა. გასაგებია. დიდი მადლობა.